სალამი. ალბათ გაინტერესებთ რატო არ აქვს რა მიზანი აქვს ამ ყველაფერს და რაც ემსახურება. აგენტი ვარ თუ არა. აჰა, კინკლების მოვიდნენ იპოეს თავის პატრონი. მითხარით რომ კითხვები დამიშვი და გიპასუხებთ მეთქი და დღევანდელი ჩვენი თემა იქნება უბრალოდ გავცემ კითხვებს რომელიც მოგროვდა იმ კომენტარებში გულახდილი პირდაპირ საუბარი მექნება თქვენთან რომელიც რომ ძალიან მაკლია. ჩემს გამომწერებთან და სულ ყოველთვის ვეძებ საშუალებას რითი შემილია რომ უფრო მეტი ვილაპარაკო ვიდრე როგორ გითხრათ ვიდრე აი რაღაცა ინტერტეინმენტი არ იყოს რა სულ მაგის ფიქრში ვერ მივედი მაგ გამოსავლამდე როგორ შეიძლება რომ თქვენთან ესე უფრო მეტად კომუნიკაცია დავამყარო და როგორც ასეთი კომუნიტის სახე მიეცეს ამ ყველაფერს მაგრამ ნუ ჯერჯერობით ამას ვერ უყრი თავში ვერაფერს რა ძალიან რთული იყო სხვათა შორის აქ ადგილის პოვნა ამდენი ადამიანი თუ თევზაობდა არ მეგონა სულ ყველა კუთხეში ვიღაცა თევზაობს და ვიცი რომ ძალიან ისეთი მუღამიანი რაღაცა მაგრამ მე ვერასდროს ჩემი თავი ვერ ვიპოვე ამაში მერაბი როგორი უნდა იყოს იუთუბერი შენი აზრით ორი კითხვა აქვს მოკლედ დასმული ამბის და შენი აზრით ადამიანს იუთუბერობამდე რამდენი აქვს სამუშაო როგორი უნდა იყოს იუთუბერი ჩემი აზრით აბსოლუტურად ყველა იუთუბერს რომელსაც აუდიტორია ყავს არ აქვს ეს მნიშვნელობა 1000 კაცი 5000 10000 თუ 20000 ერთი მთავარი დანიშნულება აქვს რომ იყოს რაც შეიძლება მეტად სამაგალითო იმიტომ რომ უდიდესი პასუხისმგებლობაა და იუთუბერს რო ხედავს ბავშვი ძალიან ისეთი აღმატებული შეგრძნება ეუფლება ხო და არც ერთი იუთუბერს არ აქვს იმის უფლება რომ არ იყოს სამაგალითო ხო და ეს პარალელი იმიტომ გავალე რომ ბავშვი ძალიან დიდ ემოციურ კავშირს გზნობს ჩვენთან ხოლმე ძირითადად შემთხვევაში ბავშვები რომელსაც რა თქმა ვერ აანალიზებენ ესე ვერ ხვდებიან რატო რისთვის რანაირად მაგრამ ეს იგზნობა ნებისმიერ მათ მოქმედებაში როგორც კი დაგვინახავენ როგორც კი სადმე აი რაღაცნაირად თვალი თუ მოკრეს არ არსებობს ბავშვი გაჩერდეს და თავი შეიკავოს იმდენად ლაღები არიან რომ აი ეგრევე მოგვარდება არ აინტერესებს ჭამს სვავ ფეხი იმ წავს მოიტეხე თუ რაკედი მოვა და ფოტოს გადაღებას გთხოვს აუცილებლად ხო და ეგ არის სილაღე და ის სიყვარული რაც ბავშვებს გააჩნიათ და ჩემი აზრით არა გაქვს უფლება რომ ცუდი იყო მე ასე აღვიქვა ეს არის ჩემთვის იუთუბერობის ერთ-ერთი მთავარი არსი რომ არ ვარ იდეალური სისულელე იქნება მაგის მცდელობაც რომ მქონდეს მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ რომ ნებისმიერ ადამიანთან რომელთანაც კომუნიკაცია მექნება მაქსიმალურად დადებითი ემოციებით გავიდეს და ჩემს იუთუბზეც ეგ არის ჩემი მიზანი მინდა რომ როცა ადამიანი შემოვა რაც შეიძლება დადებითად დამუხტული გავიდეს აქედან რომ ჩვენ რამდენადაც დასრულები იმდენადვე არას დასრული ხალხი გუყურებს და ჩვენი უფრო მეტად ალბათ დიდად სამუშაო არის რომ ბავშვებისთვის იყოთ პირველ რიგში სამაგალითო ხალხი და თუ ბავშვისთვის იქნები სამაგალითო კარგის მხრივ რა თქმა უნდა ვერ წარმომიდგენია ვერც ერთი რეალობა და ვერც ერთი გარემოება რომელიც ამ ბავშვს სულ ადამიანად ჩამოაყალიბებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს კიდევ სად იზრდება ბავშვი ძალიან დიდი სად იზრდები არა მარტო ბავშვობაში ისედაც უკვე ცოტას დასრული ხარ მაშინაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა გარემოში ხარ ამიტომ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა რომ ცხოვრებაში აარჩიოთ ადგილი გარემო სადაც შვიდად წყნარად და დაფასებულად იგრძნობთ თავს ესეთი კითხვა აქვს რომ ბევრი კითხვა აქვს იდეაში მაგრამ მოდი ამ კითხვას უპასუხოთ ქონია მომენტი როცა გიფიქრია რომ უნდა შეგეწყვეტა იუთუბერობა რავი ყოველწუთს ალბათ ყოველ წამს და ეს ალბათ იუთუბერობის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ნეგატიური შემადგენელი გვერდითი ეფექტია რომელიც შეიძლება ხშირად შეიძლება ყველას არა მაგრამ ზოგ-ზოგიერთებს გვაქვს ხოლმე რომ შეწყვეტაზე ვფიქრობ მაგრამ გაჩნია როგორ ყურადღებას მიაქცევ რა მათ შორის არ არის ყველა მზად პოპულარობისთვის ასე თქვა ბჭყალებში იმიტომ რომ ძალიან ბევრი გინახავთ ალბათ აი უცებ რომ გავარდნილან ხო იცი უცებ ვირუსულად ძალიან მოხოდილან და რაღაცა პერიოდი გადის და საერთოდ აღარ ჩანან ძირითადი მიზეზი ეგაა რომ ვერ გაუძლეს ამ ცნობადობას და ამ პოპულარობას ამიტომ არის ხოლმე ძალიან მნიშვნელოვანი რომ უცებ არ მიიღოთ ყველაფერი რაც გინდათ რა აი ცხოვრებაში ეგრეა რომ სამყარო ტესტავს რა ასე ვთქვათ რამდენად მზად ხარ რაღაცისთვის თუ შენ დღეს არა გაქვს რაღაცის რაც გინდა ტესტირებას გადიხარ ჩათვალე სამყაროსთან იმიტომ რომ სამყარო მიცის რომ ჯერ შენ ამხელა რაღაცისთვის მზად არ ხარ ამიტომ რაც დრო გავა რაც უფრო მეტად გამოგხსნის რაც უფრო მეტად მიხვდება იმას რომ შენ ეს მართლა გინდა აი მე მოგხსევს მაგ ყველაფერს მე ესე მჯერა და ესე მწამს თავი რაღაც დამწყება იუთუბერმა უნდა იცოდეს და ჩემი აზრით იცი რა მე არ მესმის და არ ვებხრობი იმას რომ ამ ბევრი იუთუბერი მოკლედ მოუწოდეს ხოლმე ხალხს რომ დაიწყეთ იუთუბერობა მე ეგრევე ვერავის ვერ გვეტყვი იმიტომ რომ აი ყველაზე მარტივ მაგალითს გეტყვი ადამიანი რომელიც მუშაობს ჩეული ამ გრაფიკს სტაბილურად ხელფასი ერიცხება და იმ ადამიანს ფიქრებში აქვს რომ აი იუთუბერობა უნდა რაღაცა უნდა რომ შექმნას ამ ცხოვრებაში და ეუნები რომ დაიკიდე ყველაფერი და მით დაიწყეც მაგრამ და რაღაცა იქნება მას ხო თავისი გვერდითი ფაქტორები გააჩნია რომლისთვისაც მზად უნდა იყო იმიტომ რომ სტაბილურ სამსახურს რომ მიატოვებ და რაღაცას დაიწყებ შენ არ გაქვს არანაირი გარანტია რომ წარმატებას მიაღწევ იმ საქმეში
ამიტომ არავის არ ურჩევ ხოლმე რა, ჯობია ხოლმე რომ რაღაცნაირად სამსახურთან ერთად შეუხამო ხოლმე და თუ კი მოვა ის მდგომარეობა და ის მომენტი თუ შეექმნება რომ უკვე YouTube-ით შეუულია ან ნებისმიერ მსგავს საქმით თანხის გამომუშავება, იმიტომ რომ გინდა არ გინდა საბოლოო ჯამში მაინც ცხოვრება ხო გჭირდება, არა ხო გჭირდება საარსებო ასე თქვა და თანხის გარეშე შეუძლებელი არის სამწუხარო. ჩვენ არ ვიცით ადამიანები როგორი ფსიქიკის არიან და როგორ მიიღებენ ამ წარუმატებლობას. ამიტომ არ უნდა გაწირო ესე და ეგრევე არ უნდა უთხრა მიდი დაიწყე ძმა, ეგრე არ ხდება, რას ქვია დაიწყე ძმა. როგორ არის ისი ცოტა დოზით უნდა შეურიო ყველაფერი და მე უკვე რომ მომწიფდება ეს ყველაფერი და მიხვდები რომ იცი რა, მე აქ შემიძლია რაღაცის კეთება ისე რომ თან მე არც იქ გამიფუჭდეს საქმე, თან შემოსავალიც გქონდეს. აი მაგ შემთხვევაში შეგვიძლია მე დაუთმო სრული დრო YouTube-ს, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში იცოდეთ რომ YouTube-ი თქვენგან აბსოლუტურად მთელ თქვენ ცხოვრებას მოითხოვს. და თუ თქვენ არ ხართ მზად რომ მთელი თქვენ ცხოვრება დაუთმოთ, ჩემი აზრით წარუმატებლობისთვის იქნებით განწირულები და ამიტომ ცოტა ისეთ სიფრთხილე არის საჭირო და ესეც ნუ მთელი იმით ნუ გადახდებით. არა მარტო YouTube-ში, ზოგადად ცხოვრებაშიც ეგრეა. ესმის ისიც რომ ვინც არ რისკავს შამპანურს არ სვავსო თუ რაღაცა ეგეთი რო არის. მაგრამ ცოტა რეალისტურად რო შევხედოთ, ჯობია რომ დამზღვევი თემები გქონდეს და ისე გააკეთო რა, დაიზღვიე უბრალოდ თავი, მეც არაფერს არ გეუნები, გააკეთე, უბრალოდ დაიზღვიე თავი. არის თუ არა ჰეითი შენს მიმართ და რა სიტყოდიო. მე არ მეგულება ადამიანი დედამიწის ზურგზე, რომელსაც ჰეითი არ გააჩნია. ხო, კიდევ ეს არის ერთ-ერთი შემოადგენელი ნაწილი იმ ყველაფრის, რომ მზადყოფნა არ არის მეთქი ცნობადობისთვის, ეგ არის. როდესაც ცნობილი ხდები, გინდა არ გინდა, 100 კაცი და 10 კაცს თვალში ვერ მოხვდები კარგად. რო ვერ მოხვდები, იმისაც მზად უნდა იყო, რომ ვიღაცა ცუდ რაღაცას დაგიწერს. მე არსებითა და არ მესმის საერთოდ ცუდი რატო უნდა დაუწერო ესე საჯაროდ ვიღაცას, მაგრამ ნუ არის ხალხი, ვისაც ერთი რაღაც გამახსენდა, ერთმა ტიპმა დამიწერა ძალიან საზღარი რაღაცები და ესეთი პასუხი გავეცი, რომ მეთქი მესმის მეთქი რა, რომ შეიძლება რთული დღე ქონდა და რაღაცა და კარჩი არ ვღებულობ, ამას პირადად მეთქი ძმაო თქო რა, დედას პიცა ვარ თუ ვაჭარბებდე, პირველი რაც იყო ბოდიში მოიხადა და ბოდიშიო რომ შენზე ვანთხიო ეს ჩემი აგრესიაო, იმიტომ რომ საშინელი დღე მქონდაო მართლაო და ეხაო იმაზე ცუდად გგზნობო თავსო, ვიდრე იქამდე ვიგზნობდიო. მერჩივნაო საერთოდ პასუხი არ გაგეცაო და მივხვდი რა იმას, რომ ცუდ კომენტარებს უბრალოდ არ უნდა მიაქციო რა, ყურდო ვიღაცა უბრალოდ არის იმისთვის, რომ დაიცალოს ამისგან რა, ვიღაცას ისე სტრესული დღე შეიძლება ცხოვრება აქვს რა. ვინც პირველი შეხვდება არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება კაცო, იმ ადგება და ნეგატივისგან დაიცლება რა. სო ეგ არის. აი სახში რო გაბრაზებული ხარ და ხო უცებს კამს რო დაამტრო, ან მაგიდას დაამტრო, ჩათვალე დაახლოებით ეგეთი მომენტია. ვინ არის შენთვის საუკეთესო YouTuber და ვისი კონტენტი გისწორდება ყველაზე მეტად? ეს კითხვა რამოდენიმე წლის უკან რო დაგესვა ზუკა, გეტყოდი იმ დროისთვის, ვინც ყველაზე მაგარ კონტენტს აკეთებს, აუცილებლად მაგ პასუხს გაგცემდი, რომ აი მეთქი აი ჯემალი არის, რომელიც ძალიან მაგარ კონტენტს დევს, მაგრამ როგორ არის იცით? როგორც კი ასაკი გემატებათ, როგორც კი ცოტა აზროვნებაში ვარდები და როგორც კი პრეტენზია გიჩნდებათ უკვე ცხოვრების მიმართ, რომ მე ესე, მე უკვე იქ სხვა რაღაცები შემოდის. და სხვა რაღაცების შემოსვლაში გულისხმობ იმას, რომ ანუ იმ ადამიანს, ვისაც ირჩევ საყურებლად, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ის რა კონტენტს დადებს. შენ, როდესაც დაცრული ხარ და უკვე ჭკუაში ხარ ჩავარდნილი, უკვე ადამიანს ირჩევ იმით, თუ რამდენად კარგი ადამიანია და რამდენად კარგი ღირებულებები გააჩნია ცხოვრებაში. მე როდესაც ვიდეოს ჩავთავ, აუცილებლად ის ადამიანი, როგორც მინიმუმ როგორც ადამიანი ისე უნდა მომწონდეს. სულ აი არ ვიცი რა, აი ზღვარო დალიოს ერთი იმით, რა ქვია, ამოსუთქვით არ უყურებ. ეგ არის განსხვავება ბავშვებსა და მაგალითად ცოტა ისეთ უკვე აზზე მოსულ ცხოვრებაში გამოსtildeულ ადამიანებს შორის, რომ აღარ რჩევ შენ საყურებლად ისეთ რაღაცებს და ვიღაცებს, რომ უბრალოდ აი ძალიან მაგარია და მაგით. ბევრი აკეთებს მაგას, მაგალითად, რომ აი დამღლელი დღე ქონდა სამუშაოზე და უნდა რა განიტვირთოს რაღაც ახალიცო, რაღაც ისეთი ნახოს რა, ისეთ სიგიჟეები რაღაცები, მაგრამ აი მე ვიცი, ძალიან ბევრი ვიცი, ადამიანს საყურებლად ირჩევს იმით, რაც წარმოადგენს რამდენად კარგი პიროვნება არის და ეს არის იდეაში ჩემი მთელი მიზანის, რომ აქ ადამიანი არ უნდა შემოდიოდეს იმის გამო ჩემს არხზე, რომ აქ რაღაცა სიგიჟეები დახვდება და მაინც ასეა თუ ისეა ხო ყველაფერი ემოციაზე დადის, არა? ემოციურ კავშირს თუ გზნობ ვიღაცასთან, ბევრად მარტივდება რაღაცეები. სრულიად უცხო ადამიანებზეც მაქვს საუბარი. საერთოდ არ ვიცნობ ისეთი ადამიანის ვიდეოებს ვთავ ხოლმე, საერთოდ 100 ნახვა რო აქვს ხოლმე, 100 ნახვაც რო აქვს, ეგეთ რაღაცებს უყურებ ხოლმე და ცოტა უცნაურია, მაგრამ აი რაღაცნაირად ვიღაცას რო დავინახავ, რა აი ალალი კარგი ადამიანია, ჩემს გულთან და ჩემს თვალებს უფრო მეტად სიამოვნებს ამ ყველაფრის ყურება, ვიდრე აი რაღაცა ერთ დღეში რო 300,000 ნახვა აქვს ეგეთ ვიდეოს მაგალითად. რა ვქნა, შეიძლება პრობლემაც იყოს ეს ჩემი, მაგრამ ასე ვარ რატომაც. ერთი ვიდეოს გადაღებას რამდენ დროს უთმობ? დაახლოებით ალბათ 4-5 დღე მაინც ჭირდება მინიმუმ. შენი ცხოვრება ვიდეოების მიღმა როგორია? ცოტა რა არის ხოლმე, იცი, ყველაზე ისეთი უცნაური, რომ ისეთი წარმოუდგენი ხარ ხოლმე ხალხს, როგორც ეკრანზე ჩანხარ და ეგ არის ყველაზე დიდი შეცდომა ხოლმე, რომ ზუსტად ეგეთი წარმოუდგენი ვარ ხოლმე. არ და
ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენი ცხოვრება მაქვს ალბათ, იმიტომ რომ ანა ჩემ გარემოებას კი არ ვაბრალებ. უბრალოდ ტიპი ვარ ეგეთი, რომ ჩემთვის სახში ჯდომა, ჩემს ოთახში, ჩემს კომპიუტერთან ჯდომა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერ ადგილზე გასვლა და ეგრეთ წოდებული გულაობა. ცოტა შეიძლება არ ელოდით ეგეთ პასუხს, მაგრამ ჩემი ყველაზე დიდი კომფორტი ჩემი ოთახია და არც ვაკეთებ პრინციპში იმის იქით არაფერს. არც ქუჩაში არ დავდივარ დიდად 1000 ერთხელ რა. ხო. ცოტა უცნაური მოსასმენია, ვიცი. შევა რომელიც მოუწია შეთვის და ცხოვრებაში გამოგაგა. ხათი შორის იუთუბერმა მომცა ერთ-ერთმა, რომელთანაც ძალიან ახლო ურთიერთობით ვარ უკვე დაკავშირებული და მოდი სახელგვარებს არ დავიწყებ ხოლმე რა. ეს ერთ პერიოდი მქონდა ძალიან რთული პერიოდი, როდესაც აი ესე მეგონა რომ ვაფშე ყველაფერი всё მორჩა თელი ჩემი საიუთუბერო ამბავი, აი ტეტრესი რომ მორჩა და რაღაცა ეგ პერიოდი იყო. მაშინ ან სპონსორები რაღაცები აღარ მყავდა და თქვენთვის ძალიან საყვარელი ადამიანი, სხვათა შორის რომელსაც აი რავი, საათები დამიჯდა და მილაპარაკა და ამაცნობიერებინა ის რომ რეალურად შესაძლებელია პრობლემა ჩემ თავში ყოფილიყო, რომელსაც სამწუხაროდ რომ ჩვენ ქართველები ცოტა ისე იშვიათად უშვებთ ხოლმე ჩვენ თავებთან იმ დაშვებას, რომ შეიძლება ჩვენში იყოს პრობლემა. ხო და როგორც კი დავიწყე ეს ჩემ თავთან ცოტა ობიექტურად და აღქმა და აი სუბიექტისგან რომ გამოვიდა, როგორც კი მესამე პირიდან დავხედე ჩემ თავს და როგორც კი დავიწყე იმის გაანალიზება, რომ მოიცა ერთწუთი, ეგრე არ არის, მე რომ მეგონა თურმე. ნახე, ეს ცოტა გარე პირებიდან სულ სხვანაირად დავინახე ჩემი თავი. მაშინ დაიწყო ჩემი ცხოვრების უკეთესობისკენ წასვლა, იმიტომ რომ ცოტა რთული ხასიათი მაქვს ახლაც და მაშინ ხო საერთოდ მით უმეტეს უფრო რთული ხასიათი მქონდა და რაღაცა ისე ვიცოდი ხოლმე ვირზე შეჯდომა და სრულიად სისულელე რა მოკლედ. საკუთარ თავთანაც რო აღიარო, ეგეც უკვე მიღწევა ჩემი აზრით. და აი საკუთარ თავთან როგორც კი დავუშვებ, რომ რაღაცას სწორად არ აკეთებ და იცი რა ეკნებ ჩემშია პრობლემა. აი არ არის აუცილებელი რომ ვიღაცასთან მიხვდე, იცი რა, მე არასწორად ვფიქრობდი და არასწორად ვაზროვნებდი მაგათად. ეგ არ არის აუცილებელი. ეგ კიდევ უფრო რთული ესეთი ნაბიჯი არის, რომელიც შეიძლება უფრო გაუჭირდეს ადამიანს მაგის გაკეთება. თავარია რომ შეთავთან მიხვდე. თუ ხვდებით შენი მოქმედებებით შესაბამისი არის, ხო? და თუ შენი მოქმედებები შესაბამისია, ესე იგი გარშემო მდგომარეობა შეგეცვლება აუცილებლად. აბსოლუტურად ყველაფერი ადამიანთან მიმართებაში, საქმის მიმართებაში, იმიტომ რომ ეგრე იყო ჩემ შემთხვევაში. როგორც კი დაუშვი ჩემ თავთან რაღაცები, რომ მე როგორც ვფიქრობ, ეგრე შეიძლება არ იყოს და ცოტა რბილი გავხდი რაღაცების მიმართ, ჩემ გარშემო იმდენი კარი გაიღო, რომ ერთ წარმომედგინა, რომ შეიძლებოდა გაღებულიყო. ეს ცოტა გვიან გავაანალიზე, მაგრამ თავარია რომ გავაანალიზე. ხო და რაც უფრო ადრე გაანალიზებ, მით უფრო მალე გაგეხსნება დადებითად, რა თქმა უნდა, შესაბამისი კარებები. 10 წლის რომ იყო, მაინც გიქნებოდა YouTube არხი. იმ დროში არა, როდესაც ეკრანი არ არსებობდა. ახლანდელი 10 წლის ბავშვი რო იყო, უეჭველი YouTuber-ი ვიქნებოდი, იმიტომ რომ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბავშვი ვიყავი, ჯერ კიდევ მაშინ ვუცნებობდი, სანამ ფეხბურთზე და იმაზე გადავიდოდი, რომ ხო, ის თან მაგარი ნიჭი მქონდა იმისი, რა ქვია. აროდიების და სულ წარმომედგინა აი რაღაცა სამსახიობო აი სადღაც აი ტელევიზიაში და ეგეთ ადგილებში წარმომედგინა ხოლმე ჩემი თავი ყოველთვის და ეგ ქონდა ხოლმე ფიქრად რომ უეჭველი ეგ მინდოდა დრო გავიდა ეხა და ეგ ოცნება და ეგ ფიქრები ეგ მანიფესტაცია ასე თქვა რომელიც ქონდა ასრულდა სხვანაირად მაგრამ ასრულდა რა და ძალიან კარგია რომ ტელევიზიაში არ ამისრულდა ეგ და ეგ ყველაფერი YouTube-ზე იმიტომ რომ სამწუხაროდ ტელევიზია ძალიან ცუდ რამეს არის დამსგავსებული და მოდილად არ მინდა მაგ ყველაფრის თანამონაწილე ყოფილიყავი ოდესმე მაგრამ ცხოვრებამ სამაგერეთ YouTube-ისკენ მომაგდო სადაც არავინ არ მყავს ასე პროსად და არ ვარ ვალდებული არავის მიმართ რომ რაღაცა ისეთი ვაკეთო რაც არ მინდა. ვიცი როგორ არის ცხოვრებაში ვერ გრძნობთ ხოლმე ისეთ პატარა წვრილ ბედნიერებებს რომელიც გაგოჩნია გონია ხოლმე რომ არ ვართ ბედნიერები და ამ დროს ბედნიერები ვართ. წარმოიდგინე თუ კი ხარ ისეთ გარემოში სადაც ძალით არ გიწევს რაღაცების კეთება უბედნიერესი ადამიანი ხარ იმიტომ რომ იცოდე რომ ადამიანების უმრავლესობა ალბათ ისეთ გარემოშია ისეთ სამსახურშია რომლის კეთებაც არ უნდა. და ხო ეგრეა როდესაც რაღაცა რო გაგონია რომ ეს არაფერია რა აი რა მე არამ რო კარგავ მე აი ამ რაღაცებს მე ხვდები უკვე რა დაგიკარგავს თუმცა ცხოვრებაში რამდენი სიკეთე ქონია გარშემო და ვერაფასებდი ამ ყველაფერს და ცხოვრება ხუნდა შემოგილაწუნოს 1-2 რომ მიგახვედროს სხვაგვარად არ გამონდეს უნდა გაკარგინოს რაღაცები და გამოცდები ჩაგიტაროს ეგრეა რატო ხარ სულ ლაშა გელაშვილთან ერთადო ლაშა არ ვიცი უყურებ თუ არა ამ ვიდეოს იდეაში ხალხი ხო იმის გამო გიყურებს რას ვაკეთებთ როგორ ვაკეთებთ ხალხი გიყურებს მაგის გამო რომ ჩანხარ ევასები რაღაცა და მე ცოტა რაღაცა უცნაური ისა მაქვს დამოკიდებულება ამ ყველაფერთან არ ვიცი შეიძლება არასწორი შეიძლება ავატყოფური არ ვიცი მაგრამ როგორ ავარ იცით ხშირად რო ვხედავ ჩემ თავს სხვადასხვა გადაცემებში ჩემი თავის სიძულილი ცოტა ისეთ ნათქვამია მაგრამ რაღაცნაირად გზნობ თავს რა რომ სულ არ შეიძლება რა სადღაც ვჩანდე წარმოგიდგენ ხა ტიპი რენდომ ტიპი რომელიც შემოდის YouTube-ზე გასართობად შეიძლება შენ არ თობ რეალურად ანუ
უსწორდები, მაგრამ მე ჭება ერთი და იგივე გადაცემის სტილში 20-ჯერ მომიხვალ გაუსწორდე. და ამიტომ ვერიდები ხოლმე რა ხშირ შემთხვევაში რომ ხშირად არ დავდივარ არსად. მიუხედავად იმისა, რომ სურვილი დიდი აქვს ხოლმე. ლაშას ძალიან დიდ პატივს მე და ლაშასგან მე ძალიან დიდ სიყვარულს ვზნობ ხოლმე, რომ ხშირად დაუფიქსირებია ჩემთვის, რომ რამა შეხარო ერთ-ერთიო საუკეთესო იუთუბერიო, შენი ხასიათი და შენი მიდგომით, რასაც შენ გადაცემებში დებ. აი როგორც უდგები, იმიტომ რომ იცის რომ მე როდესაც მაგალითად მე ჩემს ვიდეოებში იმხელა პასუხისმგებლობას ვეგრძნობ რამდენადაც სხვაგან რომ მივდივარ, მე მინდა რომ იმას მოუტანო რა ის ნახვე. მე ჩემს YouTube არხზე არ ვიფიქრებ მაგ ნახვეს, მაგრამ სხვებთან რომ მივდივარ, სულ მაგაზე ვფიქრობ, რომ რაღაცა ისეთი გამორჩეული გავაკეთო, რაღაცა ისეთი გავაკეთო, რომ დასამახსოვრებელი. ხო ხვდები რომ იმ ადამიანს რომ მე რომ მივედი, ის რომ მე პატივი რომ დამდო და მის გვერდით დამიძახა, მე იმას დაუფასო და რაღაცა ისეთი გავაკეთო, რომ დასამახსოვრებელი იყოს. და ლაშა ამას გზნობს ამ ყველაფერს ლაშა გელაშვილი და იმიტომ არის რომ ლაშა ძალიან უყვარს ხოლმე ჩემი მიწვევა ხოლმე მის გადაცემებში. ცოტა უხერხულად ვარ ხოლმე ლაშასაც უთხარი რომ მეთქი ლაშა ცოტა უხერხულია ამდენჯერ ბოლო პერიოდი იმიტომ არ მეძახის რომ ცოტა ისე უთხარი და შეიძლება ეწყინა კიდევაც, მაგრამ არ ვიცი რა მე მგონია რომ ხანდახან რაღაცა პაუზა საჭიროა ხოლმე რომ მაყურებელს ყელში არ მოუყვანო მართლა ერთი და იგივე იმით, იმიტომ რომ შეუძლებელია ხა რა ის ხო არა ვარ, რა ქვია, ბორბალს ხო ვერ გამოვიგონებ ახლიდან არა. ასევე ჩვენი იუმორი იქნება თუ რა იქნება, ყველაფერი ამოწურვადია. მე ვითომეტეს ჩემი თავი იუმორისტად არ მიმაჩნია, მე ერთი ჩვეულებრივი იუთუბერი ვარ, რომელიც რაც მოადგება და მოაფიქრდება, აკეთებს უბრალოდ და всё და ეს თუ ვიღაცას მოსწონს, მე ძალიან ბედნიერი ვიქნები ამით და ვარ, რადგან მეორია ესეთი. ლაშა გილაშვილის ვიდეოზე იყო სხვათა შორის ერთი ისეთი კომენტარი, რომელიც გავოცდი, რომ წავიკითხე. რაბად უფრო მეტად თამამი იყავი, რადგან იშვიათია ადამიანს ასე სიცანცარე უხდებოდესო. და ცოტა გაკვირვებული დავრჩი. და ნასიამოვნები ალბათ, იმიტომ რომ ბოლო პერიოდია, ეხა რაც მით უმეტეს რაც რო ასაკში შევედი, ეხა 30 წლის გავხდი და უფრო ისე ვარ ხოლმე რომ მოდი რა, ეხა ესე თლადაც ვეღარ ვიმაიმუნებ, ცოტა რაღაცა დასტოიდად იყავი რაბად, მაგრამ არ ვიცი რა. ოქროშუალედია ხოლმე ყოველთვის საჭირო ყველაფერში ჩემი აზრით. არ ძალიან სიცანცარე ვარგა, არ ძალიან სიდინჯე ვარგა. სადღაც შუალედში თუ შეძლებ სიარულს, ალბათ ყველაზე კარგი იქნება. ძალიან ბევრი ლაპარაკი გამომივიდა და იმედია რომ თავი არ შეგაწყინეთ. მე ვიცი რომ ამ ვიდეოს არ ექნება ბევრი ნახვა, ისიც ვიცი რომ ვიღაცა რო ჩართავს ვერ გაუძლებს ამ ერთ სტატიკურ კადრს, მაგრამ თუ კი შენ აქამდე შემორჩი, ვიცოდე რომ მე შენ ყველაზე მეტად გაფასებ. მართლა. შენ ხარ ალბათ ყველაზე ღირებული, რაც ჩემ არხს შეუძლია რომ შეიძინოს და რაც ჩემ არხს შეუძენია მთელი ამ დროის მანძილზე რაც მიკეთებია. არაფერი განსაკუთრებული არ მიკეთებია, მაგრამ მინდა რომ ერთ მომენტში იქამდე მივიდე რომ თქვა რომ მე ქართული YouTube-ისთვის ვაკეთე იმდენი რომ ჩემი სახელი სადღაც აი ესე უბრალოდ შემოიდება და რომ რამე იტყვიან რომ რაბანაც იყო ამ ყველაფრის ერთ-ერთი შემოქმედი. დეპრესიაში არ ვარ, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ძალიან ხალისიანად ვარ, უბრალოდ ეს არის ერთადერთი საშუალება, რითაც შემიძლია რომ თქვენ გელაპარაკოთ. და პოდკასტს ვერ გავაკეთებ ყოველ ფეხის ნაბიჯზე მართლა. პოდკასტებს მიაქვს მთელი ჩვენი YouTube სივრცე და რაღაცა საშუალება ალბათ ეს არის რომ თქვენ გელაპარაკოთ. ეს თბილისის ზღვა გახლავთ. ზღვას ეძახიან, მაგრამ რა ის ზღვა ეს არის? თუ ვიდეო მოგეწონათ, აუ, აზე ხან მთელი ვიდეოს მანძილზე არ მithქონს რომ ვიდეო მოიწონეთ მეთქი. ისე ჩამithრია საუბარმა. რავი, თუ არ მოგეწონათ, არ მოიწონოთ ეს ვიდეო. თუ მოგეწონათ და მოიწონეთ. გამოიწერეთ არხი თუ სიამოვნებთ ჩემი თვალის დევნება და თუ მაინც მიყურებთ და ისე მიყურებთ რომ არ ყავარ გამოწერილი, იცოდე რომ ეს გამოწერა ჩემთვის ძალიან დიდ მნიშვნელობის მატარებელია. მადლობა თუ აქამდე გაქაჩეთ და მადლობა ვისაც ესეთი რაბანაც მოგწონთ, რომელიც ლაპარაკობს ხანდახან და არ მაიმუნობს და ისეთი რაბანაც მოგწონთ, რომელიც მაიმუნობს. აბა თქვენით.